ფიზიკურად მხნე სალამის სრულიად საქართველოს კულტურულ მოსახლეობას ეთერშია გადაცემა ფიზკულტურაშა. Now I'm getting older, and everything's in full swing. Now I'm getting bolder, boy got do that thing. Used to. დღეს ჩვენი ფიზკულტურაშელები არიან თეატრალური სარდაფის მსახიობები. მინდა გითხრათ, რომ მათ დღევანდელი გამოცდილება, რომელსაც ისინი აქ მიიღებენ, აუცილებლად გამოადგებათ შემდეგში. შეკითხვა მაქვს ასეთი, კახა აბუაშვილი, კაბუ. ისა, როდესმე თუ გქონია, ესე იგი, საშუალება, რომ შენი მონაცემებით გეთამაშე ისეთი საშიში როლები, მაგალითად, აი, რაღაც ტრუკები გაგეკეთებინან და. რა? საერთოდ სპორტული ხარ, კახა? სპორტული? იცი რა, ბავშვობაში ვიყავი, ეხლა ცოტა ვერა ვარ რა, იმიტომ რომ რაღაცა ცხოვრებას მივიყავი, ხელი რატომ ვარ და გავსუქდი ძალიან და. ის ბავშვობაში ცხენოსნობა და რამე და სერიოზულად. აბა, რას ვაკობდი მე? ესე იგი, პრინციპში დუბლი 2-ის გარეშე შეგიძლია, ხო? ესე იგი 3-ის გარეშე შემიძლია ვასკა. კარგი. ცხენზე ბაზარი არა, დუბლის გარეშე შემიძლია. სპორტული ხარ თუ არა ცხოვრებაში? პლასტიური ვარ, სპორტული არა. კარგი, მიღებული. შენ სპორტული ხარ თუ არა, ჩო? მე გაგეცინება და სპორტული. ეს კარგი იყო. ნატუკა? აი მე ბავშვობაში ბადრო სპორტსა და ბირთვის ვკვრა. ეხლა შეიძლება რომ არ იყოს სპორტული. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ დღეს თქვენ დუბლი 2 არ გეყოლებათ და იქნებით დუბლი 1-ები. და მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამღა დამჩენია, თქვა რომ ფიზკულტურაშური ცეცხლი აინთო და თამაშიც დაიწყო! მინდა გითხრათ, რომ მსახიობის პროფესიას ინტელექტუალური მონაცემებით მოეთხოვება და თქვენ მე დარწმუნებული ვარ, უხვად ხარ დაჯილდოებული სწორედ ესე იგი ამ ინტელექტით და ამის დასამტკიცებლად მინდა გითხრათ, რომ მე ხელთ მიფყრია უილიამ შექსპირის ტომი ნომერი 2, მეფე ლირიდან, ესე იგი იქნება 1-2 საინტერესო რამ თქვენთვის. რვეულებს დაგირიგებ. თამაშის არსი მდგომარეობს შემდეგში. მე თქვენ გიკარნახებთ ესე ვთქვათ როგორ ვთქვა ესე ერთ მონოლოგს, ფრაზას, ნაწყვეტს, აბზაცს, როგორც გენებოთ და ესე იგი მაქსიმალურად მეტი რაოდენობა სიტყვების უნდა ჩაწეროთ, მოასწროთ ჩაწერა, ესე იგი როდესაც წაგიკითხავთ და მე ყოველივე ამას უკვე იმ ჩანაწერს, რაც გექნებათ, იმას წაიკითხავთ 1, 2 და 3. ჩაიგეთ ჩაწერეთ. მე საბრალო თომა მქვია, ბაყაყებს, თავკომბალებს, გომბეშოებსა და ხვლიკებს შევექცევი. ავისული რომ გამაცოფებს და გავხელდები, მაშინ ძროხის ნეხვსაც გემრიელად გეახლები. ბებერ ვირთაგვებსა და დამხრჩვალ ძაღლებს ვყლაპავ და ზედ მყაყე გუბის წყალს ვატან. სოფლიდან სოფელში მათრახით მერეკებიან, ფეხზე ხუნდს მადებენ, დილეგში მამწყდებენ, ზურგზე 5 ქურთუკი მაქვს მოდებული, 6 პერანგი ზედ მაცვია, ცხენზე ვზივარ და ხმალი მარტყია. სტეკ. 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 მე საბრალო თომა მქვია. მე დავწერე. მე კი ვერ მოვასწარი და რა ვქნა. ახლა დადგა დრო, ესე იგი თქვენი ჩანაწერი მხატვრულად რომ წავიკითხოთ, ისე როგორც ნამდვილ ჭეშმარიტ მსახიობებს შეეფერება. მზად ხართ კახა? ერთი წუთით? გამოსვლა კახა აბუაშვილის. მე საბრალო თომა მქვია. ბაგუ. აპლოდისმენტები კახას. მაკა შენი ჯერია. ტუნი, შაბიტ ტუნი. გაგიარებ მე ტუტი. 1 წუთი. 1, 2, 3. მე საბრალო თომა მქვია. ბაყაყებს, გომბეშოებს, ხვლიკებს შევექცევი. ძროხის ნეხვსაც. დავიხრჩი. შეადაგე. ვაიმე. სოფლიდან სოფელში მათრახებით მერეკებიან. ზურგზე 5 ქურთუკი მაქვს. ქურთუკი. როგორ ყიდი?
ხენზე ვზივარ და ხმალი მარტყია. აპლოდისმენტები მაგას. ბევრი კი მიწერია. აი, შევთანხმდით რომ ბევრია ეს. ესე იგი, მინდა ნეტა ჩაგახედათ როეულში, რამდენი უწერია იცი. ყველა თავის როლს ჩაიგებს. ესე იგი, ალა გალაქსიები ოღონდ არ დაგავიწყეს რომ ხატრულად უნდა წაიკითხო კეთილოში. ხატრულად მაშინ პაუზებს გავათამაშებ ხოლმე. კარგი. კარგი. ეგ უკვე შენი გადასაწყვეტი. მე საბრალოდ უნდა მქია. პაუზა. ხუთი. ზურგზე. აკაშია. მათხორის. მოსასწანი. ზურგზე. ხენზე ვზივარ და ხმალი მარტყია. აბა რა არის? აპლოდისმენტები, ეს ახლა ჩოლოს გამოსვლა, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ნატუკა, მოდი. ეხა მაინტერესებს, მე მგონი შენ ყველაზე გარკვევით გიწერია რაღაც, აბა ნახე. მე საბრალოდ მომაკვია. აღაყე. ვირთხებ, ენერგიას. მაშინ ძროხის ნეხსაც ჭამ. გემჭერიელი. ავისული ხარ კიდე, აი ეს. სოფლიდან სოფელში დამათა. ბოროტა. ხუთი ქურთუკი მაცვია, ხუთი. რამდენი? ხუთი. აი ეგრე გამაბრაზა. ხენზე ვზივარ, ხმალით მარტყია. აპლოდისმენტები, ეს გახლავთ ნატუკას გამოსვლა. გაგაცნობთ პირველი კონკურსის შედეგებს. ჩვენმა ძვირფასმა მსახიობებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ამ კონკურსს და შედეგები ასეთია. 4 ქულა ირაკლი ჩოლოყაშვილს აპლოდისმენტები. რადგან მას 25 სიტყვის ჩაწერა მოასწრო. მეორე, ესე იგი, შეფასება ასეთი გახლავთ 3 ქულა, ესე იგი, 23 სიტყვისათვის მაკა შალიკაშვილს აპლოდისმენტები. ესე იგი, ნატუკას აქვს 22 სიტყვა და მან დაიმსახურა 2 ქულა აპლოდისმენტები. და ბოლო საპატიო ადგილზე გახლავთ კახა აბუაშვილი 4 სიტყვით აპლოდისმენტები. ძვირფასო ტელემაყურებლებო დადგა დრო მეორე კონკურსისა, რომლის არსიც ასეთი არის. როგორც ხედავთ, მე ხელთ მიფკრია 4 რულონი. რა არის ესა? ტუალეტის კაღალდი, რომელსაც ეხა ავიღებ, გავალ და მოვა. ვიც უფრო მალე აწვის? ამ კონკურსის ესე იგი არსი ასეთი არის. თქვენ იღებთ ჯერ ბიჭები თუ თავთ გოგონებს ესე იგი და ეცადეთ რომ დაამსგავსოთ ან ტუტანხამონს ან და ვიცი რა. ესე იგი ჩემს დაძახებაზე 1-2 ესე იგი ნატუკაზე თუ არ გვეყო შეგვიძლია მეორე რულონიც. თლიანად, აბსოლუტურად თლიანად უნდა შეხვდეთ. 1, 2 და 3 წავიდეთ. Getting high on bourbon and champagne just can't compare to what we share down in Lover's Lane. Standing on the corner, Fourth and Main. Still it cannot match the thrill of Lover's Lane. Sun is down, the moon is bright. Lovers gonna stroll all night. Way downtown in Lover's Lane, Lover's Lane. ვერდიქტი ასეთი გახლავთ. 4 ქულა ჩოლოს და მაკას აპლოდისმენტები. თითო ქულა ნატუკას და კახას. ეგ ტუალეტის კაღალდი მომახვი და თან წამაგებია. რა პონტი. სულ ცოტა ხანში ჩვენ შემდეგი თამაშით წავსებით თქვენს თამაში. Dreaming of you way downtown in Lover's Lane. მე ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს გავაცნობ შემდეგი თამაშის არსს. ეხლა რაში მდგომარეობს თამაშის არსი. ღრმად პატივცემული მსახიობები გააკეთებენ გარკვეულ მოძრაობებს და მე
უცებ ვიტყვის სიტყვას ზდეკ ან სტოპ. პრინციპში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი უნდა გაჩერდნენ იმ პოზაში, რომელშიც იმყოფებიან და ვინც უფრო დიდხანს გაჩერდება გაყინულ მდგომარეობაში, ესე ვთქვათ. ის იქნება ზუსტად გამარჯვებული. მზად ხარ? ეთერი არ ხალხი, ეთერი. აი, უკვე შეკითხვა ესეთი მოდის, იგი დიდხანს შეუძლია ჩოლოს. აბა, ამოძრავდით, აღტუნავთ. ოღონდ ის აქტიურად ხელების და ფეხების ქნევითაც თუ შეიძლება, კარგია. იმოძრავეთ, კარგია. იმოძრავეთ, ნატუკა ნუ მოეპარებით, იმიტომ რომ უნდა დაინახოს ტელემაყურებელმა. სტოპ! ჩოლო და კახა გავარდა ეგრევე. რატო მოძრაობ? გაგრძელდა თუ შეიძლება ხტუნვა თამაში. გაგრძელდა ხტუნვა თამაში. წავიდა ხტუნვა თამაში, წავიდა ხელებით აი ესე ცეკვებით. კაია, წავიდა. კაია. კარგად, იმოძრავეთ, იტრიალეთ. Stop! I gotta get what's mine. Get down on it, and everything will be alright. ვინ მოძრაობს? მოთა გაარკვევ. ჩოლო არ მოძრაობს. ხას ნუ ამოძრავეთ მაგა. მე ესე იგი ერთადერთი რამ დამჩენი, ესე იგი მე ვიდგე და ვუცადო. გაცრევარ? კახა, როგორ გონია, რამდენი ხანი გაჩერდება? მე მგონია, ნატუკა გაჩერდება ხვალ საღამომდე თუ აჭო. შალე თუ მოახურებდა, ესე გახურე, იდგება ზეგდილამდე. თავის ესე იგი, აი ეს თია. ჩოლოს თუ ესე იგი უნიტაზის რა ქვია იმ ქაღალდს ესე იგი ტუალეტის ქაღალდს მეორე კიდე შემოაყო. ეს იდგება პრინციპში მე უკვე შემიძლია გამოვაცხადო გამარჯვებული. გამარჯვებული გახლავთ ირაკლი ჩოლოყაშვილი, აპლოდისმენტები. 4 ქულა ირაკლი ჩოლოყაშვილს, 3 ქულა ნატუკას, აპლოდისმენტები, 2 ქულა მაკაშალიკაშვილს და 1 სიმბოლური ქულა ჩემს კახა აბუაშვილს. გუნი. შემდეგი თამაშის მიზანი და არსი ასეთი გახლავთ. ჩვენი ძვირფასი მსახიობები ახლა აი ამ ძელზე 10 ნაბიჯს გააკეთებენ. ოღონდ გააკეთებენ არა უბრალოდ 10 ნაბიჯს, არამედ თან ინტელექტიც მოეთხოვებათ ამ 10 ნაბიჯის გაკეთების დროს. ანუ მე მაგალითად ვინ დაიწყებს ჯერ ესე ვთქვათ, კახა, შენ დაიწყებ, ხო? მე ვიცი რომ შენ დაიწყებ. აძვერი? როგორც გინდა. აი მას მე დავკრა. აძვერი. მას ავპობღდე მაშინ, რაღაც რა ავძო. ყოველ ნაბიჯზე უნდა ჩამოთვალო 10 რეჟისორი. მზად ხარ? წავიდა 1, 2, 3. პირველი ნაბიჯი. ლევან წულაძე. ორჯერ რამდენია კახა? 4. კარგია. რეჟისორები უნდა ჩამოთვალო. ნაბიჯი. რობერტ სტურუა. სასიამოვნოა. სპილბერგი. დღეს დილას რა ჭამე? ისა რა ქვია? გააგზავნე? ისა ბიჭო კიდევ ვიდარე ჩვენი ძმები რეჟისორები. ნიკუშა ვინა? შველიძე. და გადავარდი კინაღამ ნიკუშანი. ისა რა ქვია ბატონო შუქასავად. ისა ავტოვარსი მაშვილი. გოჩა კაპანაძე და მე გავედი ბოლოში, ხო? და მე რა გადადგი ნაბიჯი, არა ვისაუბროს 2 მეტრიანი ნაბიჯი გააკეთეო. ოთარეგაძე. იცი რაშია საქმე? ეს ყველაფერი უნდა აკეთო უცებ და არა საათნახევრის შემდეგ ეს. მოახა ხო რა? ჯოლაკი. მიაშვილი. მეზენიზე. მიაშვილი და მიკობიაზე და აპლოდისმენტები კახას სოლო გამოსვლას. შემდეგი ვინ იქნება? მოდი. მე ვიცი ნატუკა როგორ გზნობ თავს? აქა ვარ. მე დარწმუნებული ვარ ნატუკას გონია რომ ესე იგი მე ვეტყვი კიდევ ესე იგი ისევ რეჟისორს, მაგრამ არ ვეტყვი რეჟისორს, ვეტყვი თვისობრივად სხვა სიტყვას. დრამატურგი, წავიდა. ეგ ერთია. ისა, იფსენი. კიდე გააგზავნა, წავიდა. ქეჩო დავწერეთ რა ქვია. ნუ მაციმო კახა. ეგ მეორე. ეს გადავადგავ რა, გეხოწები რა. გააგზავნა, არა მე აკვე. კიდე. გოლი. კიდე. კიდე.
იდე ისა ბატონის ღორების ბიძაშვილი რა ქვია კლდიაშვილი რამდენია უკვე ბევრია იცი ნაბიჯები ბევრია ხაზბეგი გავედი აპლოდისმენტები ნატუკას, ეს ნატუკას გამოსვლა იყო სოლო. როგორც უკვე მივხვდით, ესე იგი ყველას ერთ სიტყვას არ ვეუბნებ, ესე იგი დრამატურგი ვთქვით, რეჟისორიც ვთქვით. სახიობები ჩაწყობა. არა. სპექტაკლი წავიდა. უცებ. მოიხედე მრისხანების ჯამს, ღამეში რა ქვია? მაკა. რა გვარი ხარ? შალიკაშვილი ვარ. სპექტაკლი, უცებ. გააგზავნა. კიდე. კავკასიური ცარცის. ხოჭა, კაიგო ხარ. კიდე. ისა, კალიგუელი სტიქსი. მარტო ხელა მონაწილე რაშუაში. მოვიგე. აპლოდისმენტები მაგას, ეს მაგას სოლო გამოსვლა ჩამო. კიდე მოვიგე. შენთვის განკუთვნილი, ასე ვთქვათ, სიტყვა ასეთი არის. მსახიობი, ოღონდ უცებ, წავიდა. 1 2 3 წავიდა, როგორ ხასიათზე ხარ? დღეს არის აბუაშვილი. დღეს რა დღეა? ხელსნურიშვილი. რა დღეა? გომიაშვილი, კელოვანი. 1 2 3 როგორ ახარ? მიპასუხე, დღეს რა ჯინოლია. რაჭამე, როგორ ხასიათზე ხარ? გაიგუძა. როგორ საათზე გაიგუძა? წულაძე, მსახიობია. 1 2 3 რა ვთქვი? ოდიშვილი. 1 2 3 თქვი. მომენტი ბოლოში. ეს გახდათ ჩოლოს გამოსვლა, აპლოდისმენტები სულ ცოტა ხანში შეგატყობინებთ, ესე იგი ქულების რაოდენობას და შევიტყობ ამ კონკურსში გამარჯვებული ვინ იყო. აი, ასე. კონკურსის შედეგები ასეთი გახლავთ. 4 ქულა ჩოლოს და მაკას, აპლოდისმენტები. და თითო ქულა კახა აბუაშვილს და ნატკას. აპლოდისმენტები. არის მის აპლოდისმენტები. აი გესმის შეგახდება. წამოკახანე. ჟიურის არა ობიექტურობისათვის. დეფიცებით. მე ვიჭრებ მაღაზიაში იმეებში სტაციებში აქა. არ ვიცი მე. დაასრულა ჩვენი დღევანდელი გადაცემა და შესაბამისად გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. მე, ესე იგი, დავიწყებ ქულების ჩამოთვლას. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში აბსოლუტური ქულების უმრავლესობით გამარჯვებული გახლავთ ირაკლი ჩოლოყაშვილი. აპლოდისმენტები მას 16 ქულა აქვს. 14 ქულა აქვს მაკა შალიკაშვილს. აპლოდისმენტები, მეორე ადგილზე არის იგი. მესამე საპატიო ადგილი დაიკავა ნატუკამ, მას აქვს 6 ქულა. აპლოდისმენტები. და ბოლო მეოთხე ადგილი დაიკავა 4 ქულით კახა აბუაშვილმა. აპლოდისმენტები. მინდა გითხრათ, რომ ესე იგი, როგორც ყოველთვის დღევანდელ გადაცემაშიც პრიზები გვექნება. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი პრიზები მე ძალიან მომწონს. აი, თუნდაც, აი, ნახეთ ამაზე. ესე იგი, გამარჯვებულს გადაეცემა აი ეს ვინი პუხის, ესე იგი, სათამაშო აპლოდისმენტებით მიიღოთ. თქვენ კეთილო ხალხო, დამამშვიდებელი და დამაწნარებელი პრიზები, რომლებიც ხოთაშორის არანაკლებად კარგი ვინ, აი პიცა უკავია. და პიცა იჭმევა, შიგნით პიცა აქვს ნამდვილი. ეს კი, ეს ერთი თქვენ. ნატუკას. საწყალი ბუხაიძე როგორი საჩუქრებია? შენიშნიერეს ეს ერთ საჩუქარი, ესე იგი მე უღრმესი მადლობა თქვენ ამათი გაძლებისთვის ერთ საჩუქარი მეც მეკუთვნის პრინციპში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივახვალ და მე ვიცი, რომ ბოლოში სიმღერა უნდა ვიმღეროთ, იმიტომ რომ დღეღან ესე იგი ვიმეცადინეთ, არა? აბა 1 2 და 3 თქვენ დაიწერთ სიმღერა, მე დავემშვიდობები ხალხს. აბა წავიდა? ხო. აი, ასეთი მუსიკალური თანხლებით მე გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ორშაბათს 22 საათს და 30 წუთზე, როგორც ყოველთვის. კარგად ბრძანდებოდეთ, ეს გახდა თეატრალური სარდაფის მსახიობები. დიდი მადლობა.